დილამ შვიდობებს და ესეთი ბრძანდით. თბილისური. ამინდიც და დღეც სახეტიალოა სხვათა შორის. როგორი მზე გამოვიყვანეთ. განწყობეთ შემოგვიერთდა და მოგვისალმა არჩილ ცანკაშვილი, რომელიც არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და მომხერალი 16 მაისს ემზადება სოლო კონცერტისთვის წინ აქვს დიდი გეგმები და სიახლეები, იმიტომ რომ ქართული ესტრადის გამორჩეულ მომღერლებთან ერთად სიმღერაზე უკვე იმუშავა და ახლა გეგმავენ ზაფხულში კლიპის გადაღებას. მეც თავად გაგვიზარებს არჩილ დილამ შვიდობისა კიდევ მოგესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს. მიყვარს თქვენი ტელევიზია განსაკუთრებით. რაღაცნაირად გახსნის დღიდან რაღაცა თქვენზე დამოკიდებული გავხდი, როგორც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და მინდა დიდი მადლობა გითხრათ ამ შესაძლებლობისთვის. 16 მაისს მაქვს სოლო საღამო. ყველასათვის ნაცნობ ახალ ლოკაციაზე. გრილისა და მელოდიის სახლში. პეტრიაშვილზე, ქარხანა ყველამ ვიცით აბსოლუტურად და ველზადებით რაღაცა კარგი საღამოსთვის, რომელზეც წარვადგენ ძველ ნამუშევრებს, მაგრამ ახალ ნამუშევრებს ახალი ჟღერადობით. ჩემი რაღაცა ისეთი ძირითადი გატაცება მაინც ძველი სიმღერების ახლებური ვერსიით მიწოდება არის მსვენელისთვის და ამას რაღაც წარმატებით ვაკეთებ ძალიან ისუსაც. როგორი იქნება ეს საღამო, თქვათ, როგორი იქნება რეპერტუარი? თქვენი მეგობრებიც სავარაუდოდ იქნებიან ამ საღამოს თქვენთან ერთად, აბა რა ელოდება მსმენელს? როგორც ჩემს ყველა საღამოზე, რაღაცა ბუნებრივად ხდება ხოლმე ყოველთვის. რაღაცნაირად აი დღის ბოლოს მე რაღაცა დღესასწაულად იქცევა ხოლმე და ჩემს არ მინდა რაღაცა რეკლამაში ჩამეთვალოს, მაგრამ ბუნებრივად ესე ხდება, ხო, ყოველთვის. შემოქმედებითობას და ხელოვნებას განსაკუთრებულად. წინასწარ დაწერილი და გათვლილი და რაღაც ესე არ არის ბუნებრივად, სულ იმპროვიზაციის მომენტი ძირითადად დომინირებს და რაც აი ძალიან ემოციური არის ხოლმე ყოველთვის საღამოს ბოლოს. ახლებური ვერსიები ვახსენეთ, ხო? ეს ყოველთვის საყვარელი სიმღერების ერთ-ერთი მათგანი მოვისმინეთ კიდევაც. დაახლოებით აი რამდენი სიმღერა არის აი ესეთი, რომელიც არ უნახავს და არ მოусმენია მსმენელს და უკვე შევეხოთ იმ ახალ სიმღერასაც, რომელზე მუშაობაც დაასრულეთ და ვისთან ერთად ჩვენ თქვით ქართული ესტრადის წამყვანი მომღერალი. ეხლა გავაკეთეთ, სულ რამდენიმე დღე არის დასრულდა მუშაობა. ბატონი ნოდარ ნიკოლაიშვილის აცგანსვენებულის არაჩვეულებრივი ქალაქელი კომპოზიტორის სიმღერაზე არღნის ჩიტი გაფრენას რომ დააპირებს, ყველა მიცის ეს სიმღერა ძალიან და ჩვენც თბილისელებმა ავდექით თავიდან ავაფრინეთ ეს არღნის ჩიტი, ასე ვთქვა და ნამუშევარი ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან კარგი გამოვიდა, ისეთი რომ აი აუცილებლად მოითხოვა ვიზუალი ამ ყველაფერმა. ჩამოვთვლი ხო ამ ადამიანებს, ჩვენი მეგობრები, თბილისელები, კარგი მომღერლები, ყველანი, კახა გრიგალაშვილი, ყველა კარგად იცნობს ქართული ხმების სოლისტს, კი, სანდრო კობახიძე, ანსამბლ ალილოს წევრი, ოთო კოვზირიძე, ჩვენი ოთარი, თეატრალური კვარტეტის, კი, ჭოხუები, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მომღერლები, ზუკა ხუციშვილი, თაზო ჯანაშვილი, ჩვენი მეგობარი არაჩვეულებრივი პირველი ხმა, რომელიც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ იყო წასული და ჩამოვიდა ეხლა და ისიც ემზადება ესე ვთქვათ ბევრი სიახლისთვის და რა თქმა უნდა მე და გია დავითიანი ჩვენი ახალგაზრდა და უფროსი მეგობარი ესე ვთქვათ რა. ნამუშევარი ძალიან კარგი გამოვიდა, მართლა ძალიან ისეთი შემადგენლობაც ისეთია, რომ მე მაინტერესებს როდის იხილავს მაყურებელი. ამის კლიპს დავიწყებთ ივნისის შუა რიცხვებში იწყება ამაზე გადაღება თბილისში, თბილისის ცენტრალურ ლოკაციებზე ესე ვთქვათ. თბილისში ხეტიალს აპირებთ. თბილისში ხეტიალს ვაპირებთ, თუმცა რაღაც ცოტა ისეთი მასიურად ესე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ სიმღერამაზე ესეთი ემოცია გამოიწვია, რომ ამაში არ არსებობს ერთი კადრი, ერთი აივანი სიტყვაზე ან რაღაცა, ამაში ბევრი თბილისელი მიიღებს მონაწილეობას და მრავალი ესეთი ფერებით და ესეთი კარგი იქნება რა. ესე გვაქვს დაგეგმილი ყოველ შემთხვევაში. იდეის ავტორი ხარ შენ, ხო? იდეის ავტორი ნოდარ ნიკოლაიშვილია, მაგრამ ამ განახლებული სიმღერის განახლებული ვერსია გაგეკეთებინა და მოკლედ შეგიკრიბა ეს ადამიანები. აი, როდის გაჩნდა ეს იდეა და რამ წარმოქმნა შემოქმედებით ცხოვრებაში, აი რა ეტაპი დადგა, როდესაც იფიქრე, რომ რაღაცა აი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის გაკეთება და განხორციელება გინდოდა. სულ მუშაობ ძველ სიმღერებზე. ახალი სიმღერებიც აი ხა იმდენად განებირებულები აღარ ვართ, რომ ახალი სიმღერების მაინც ნაკლებობა არის, თუმცა იწერება და მადლობა ჩვენს ქართულ კომპოზიტორებს ამისათვის, რომ არ ჩერდებიან არასოდეს. მე როგორც თბილისელი, როგორც ქალაქელი და უზომოდ შეყვარებული ჩემს პროფესიაზეც და ჩემს მშობლიურ თბილისზე, სულ მქონდა ინტერესი ამის მიმართ, რომ აი ეს ძველი სიმღერები, რომლებიც მივიწყებული იყო, ბევრი რაღაცები გავაკეთეთ, 100 წლის წინდელი სიმღერები ამოვიღეთ, აი გლახო ზახაროვის და ძალიან ძველი თაობის
დროინდელი სიმღერები ამოვიღეთ, რომლებსაც ცოტა ახალი სული შთაუბერეთ. ხო, ესე რაღაცა ახლებური მივეცით, რომელიც მანერად შესრულების და იმ დროინდელი რაღაცა მოწოდებული ცოტა რაღაცნაირად არ მინდა დავაკრინო, მაგრამ ჩემი პირადად შეხედულებით რაღაცა არათბილისური იყო, ან რაღაცა ცოტა ისეთი არეული იყო. და ამას ყველაფერს რაღაცა გავაკეთილშობილეთ, ესე ვთქვათ, ჟღერადობითაც, ინსტრუმენტალითაც. ამაში ჩვენი ქართული მუსიკოსები ძალიან გვეხმარებიან, რომ ცოცხალი შრომატევადი პროცესია. ხო, შრომატევადი არის ნამდვილად. კი. აი დაახლოებით რა დროს ვთმობთ ერთი სიმღერის თვის ახალი რაღაც ელფერის ხო. აი მაგალითად არღნის ჩიტი დავიწყეთ 7 თვის წინ და ნუ ბოლოს 3 თვე ხო, ბოლოს 3 თვე, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ეგრე ვერ მუშაობ, როგორც მიდიან სტუდიაში ჩაწერენ, მორჩა და წამოვიდა. მე რაღაც რო ჩავწერ, იქ ჩდება მე რაღაცა სხვა, მე რაღაცა ამ სიმღერამაც ესე მოითხოვა. რამდენ ჩავწერეთ, თვითონ დავამთავრეთ, მე მოითხოვა, რომ ისე თავიდან ჩაგვეწერა ფრაზები, გადავწერეთ და აი კონკრეტულად თითოეულ დეტალს ძალიან დიდი დრო ეთმობა რა, რომ სიმღერა გამოვიდა სრულყოფილი. ისეთი რომ ის ემოცია რაც ჩადებულია ამაში, შრომას მაყურებელი და მსმენელი ვერ ამჩნევს, რა თქმა უნდა ხედავს, მაგრამ შრომა და ემოცია რაც არის ჩადებული, ამას ყოველთვის იგებენ და ესმით. ამით ჩემს საღამოებზე აი ეგ ხდება ხოლმე ყოველთვის. სრულყოფილ სახესაც მალე ვიხილავთ უკვე იმ კონკრეტული სიმღერის, რომელიც არაერთხელ ვახსენეთ, უკვე ივნისში, როდესაც დაიწყება და საბარავდოთ მალევე დასრულდება, ხო? აუცილებლად. აი ივნისის ბოლოსკენ საბარავდოთ უკვე ვიზუალიც კლიპი უკვე მზად გვექნება. კეთილი იქამდე კიდევ ერთი ახალი სიმღერა უნდა მოვისმინოთ, ახალი არანჟირებით უფრო სწორად სიმღერა. თქვენთან არ მიმღერია არასოდეს ეს სიმღერა და ვიფიქრე რომ ეს ძალიან კარგი სიმღერაა. მე ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს. ჩვენც და დარწმუნებულიო ჩვენს მაყურებელს. ჩიტო გრიტო, უკუდავით ჩიტო გრიტო. კი ბატონო, მაშინ რა თქმა უნდა, მხოლოდ შემოთბილის ხალხოთი ვერ შემოვიფარგლებით და გთხოვთ კიდევ რომ შევასრულოთ ჩიტო გრიტო, დაგემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ, თუმცა მუსიკალური ნომრით დავხურავთ. და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ 16 მაისს ელოდება ძალიან კარგი ქალაქური საღამო, სადაც შეუძლია რომ მიიღოს სიამონება და დათქმის. თქვენ კი დაგითმობთ აუცილებლად დიდი მადლობა. ვიდრე ვიდეო კლიპს ვიხილავთ, მოკლედ იქამდე 16 მაისს შეგვიძლია ეს სიმღერები ერთ სივრცეში მოვისმინოთ. ჩვენ კი დავემშვიდობოთ ამასობაში მაყურებელს, ხო? კიდევ ერთ სამუშაო კვირა ამით დასრულდა, ორ შაბათს დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო თემით. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.